მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. მამაკაცი ამ ვიდეოს რო უყურებთ, აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. აი ესე სპონტანურად თქვენი მხარე, მამაკაცის მხარე. ნახოთ რა ხდება. მოდი მამაკაცით დავიწყოთ. ჩაიფიქრეთ პარტნიორი. ეს თქვენი მხარე მამაკაცი თქვენ ეს საერთო აი ესე გავაკეთოთ ხო? მოდი დავიწყოთ აჰა გასაგებია რას ხაკეთებს ახლა მამაკაცი იცით რა არის ძირითადად სახლშია, ძირითადად საქმეებს აკეთებს, სახლის საქმეებით არის დაკავებული, მინდა გითხრათ, ასევე იქნება შეხვედრა, აუცილებლად იქნება შეხვედრა, სულიერად ფიქრობს თქვენზე, მუშაობს თავის თავზე, მუშაობს თავის ფიქრებზე, ემოციებზე, უნდა ნაბიჯის გადადგმა, რა თქმა უნდა და ისე უნდა, რომ თქვენ მიგიწვიოთ სახლში, მიხვდით, როგორ ამოდის თქვენი პიროვნება, ნახეთ, უნდა რომ სახლში მიგიყვანოთ, რომ თქვენ გქონდათ ძალიან დიდი ხანი ისნობთ ერთმანეთს ესე მეუბნებიან და ესეც ამოდის და იცით რა არის ბევრი ხანი იყავით ერთად ურთიერთობა გქონდათ არა მარტო ინტიმური თქვენ მეგობრებიც იყავით ერთმანეთის მის სახლში შესულიც ხართ და ისიც არის თქვენ სახლში შემოსული ასევე ვინც ერთად ცხოვრობდით ხო რა თქმა უნდა ეს თემა თამაშდება მართლა მუშაობს. არის იცით კონტაქტი აქ მეუნებიან რომ შეიძლება გოგოებო თქვენც წერთ SMS-ით, იყო ბიჭიდანაც კონტაქტი გამოსვლა ზარზე. კი, იყო ნამდვილად. გასაგებია. აბა თქვენი მხარე ვნახოთ. ელოდებით მამაკაც და ეუბნებით, იცით როგორ არის ნამდვილად თქვენგანაც არის უფრო მამაკაცთან ნახეთ ორივე დაჯექით ერთად, გვერდ დაჯექით თქვენ ერთმანეთისთვის ხართ, მოდი ესე ვთქვათ და აქ იყო რაღაცა ესე მკარნახობენ ჯერ არა მომიბრუნებია მესამე და იყო რაღაცა განხეთქილება თქვენ შორის მეგობრებო, მაგრამ იცით რა არის კაცს მგონი თქვენ ააქტიურებთ შეიძლება ჩემი რიტუალები არ გამოვრიცხავ და ნამდვილად გამოდის კონტაქტზე, აქაც შეხვედრა ამოდის, ღმერთო ჩემო, რა კარგია. და თქვენ როგორ ხართ, იცით, თქვენ ხართ აი ქალბატონებო, ძალიან შეძლებული ადამიანი, გონებრივადაც შეგიძლიათ ბევრი რაღაცის გაკეთება ერთდროულად, ჩამოყალიბებული ხართ, მიხვდით? აი დასტოინი ქალებს რო იძახიან, ასევე ეგ მამაკაციც ესეთი ამ სიტუაციაში ესე ამოდის, მიხვდით? აი ეუბნებით რომ აი გადმოდგი ნაბიჯი გეყოფა ტელეპათიურადაც რიტუალებითაც ესე ამოდის მაგრამ მაინც ფიქრობს და მგონი თქვენგან მიდის ეს უფრო მამაკაცისკენ რომ აი მზის შუქი გამოუნათეთ მიხვდით ისევე ფიქრება თქვენზე უნდა შეხვედრა რა თქმა უნდა 100% უნდა შეხვედრა მაგრამ პატარა რაღაცა ნაბიჯი აკლია აბა ეხა მამაკაცის კარტი ვნახოთ, იცით რა არის შეუძლია, მაგრამ არ ინძრევა, ნახეთ, შეუძლია გადმოდგას ნაბიჯი, მაგრამ არ ინძრევა. აქ უფრო, იცით რა არის სულიერად ავადმყოფობს, ანუ ნერვოზული შეტევები აქვს კიდე აი უნიათობა, იცით რა არის, აი მოდი იქნება ჯერ არ არის საჭირო კიდე რომ ვისაც სიტუაცია განვაახლო სიტუაცია შეუძლია განძრევა არც ისე ცუდად აქვს საქმე როგორც თვითონ იქცევა უფრო ჯიუტობს მიხვდით ჯიუტობს და ჯიუტი ადამიანი ამოვიდა აბა თქვენი მხარე ვნახოთ გოგოებო
ну ბიჭებო თქვენ თავზეც გადაათამაშეთ ეს მხარეც თქვენიც არის მიხვდით ეს გოგოების მხარეა და ეს ბიჭების ან პირიქით ბიჭის მხარე და გოგოების მხარე იცით რა არის გოგოებო აი იცით რომ მამაკაცი აქ სერიოზულად თავისებური მამაკაცი ამოვიდა დაფიქსირდა თქვენთან ჯდება კიდევ ერთი პარტნიორი, სხვა პარტნიორიც ამოდის, ანუ ორი პარტნიორი დაგიფიქსირდათ, მიხვდით? და შეიძლება ინტერნეტით გაიცანით, შეიძლება გაიცნობთ, შეიძლება ახალი ნაცნობია, შეიძლება ერთად მუშაობთ, შეიძლება ერთი საქმე გაქვთ საბუთებში, იურისპრუდენციაში, რაღაცა სამოქალაქო გადაწყვეტილებებში, შეიძლება ოჯახში არ გამოვრიცხავდა ეს მამაკაცია ესეთი სამსახურიდან გამომდინარე ეს ამით საქმიანობს ასევე რა არის იცით ცოტა რაღაცა პრობლემები ამოდის თქვენ მხარეს რა თქმა უნდა ლამპას უნთებთ ისევ თქვენ უნთებთ ისევ თქვენ ცდილობთ რომ ეს მამაკაცი გამოვიდეს კონტაქტზე ასევე ორი მამაკაცი დაგიჯდათ თქვენ ბიჭებო თქვენც გადაათამაშეთ თავზე ორი მანდილოსანი დაგიჯდათ ახალი სიტუაციაც არის მაგრამ რატომღაც გინდათ რომ ძველი გამოწიოთ მიხვდით აბა ეხლა მამაკაცისთვის ეს რა ამოვიდა რა ხდება ნუ სრული ხუთიანზე ხო თქვი არა აქ არის გენაცვალე ღალატი ისე თავისიანებმა უღალატეს და ამას მიხვდა თქვენი პარტნიორი იცით მიხვდა ამას თქვენი პარტნიორი და თან სწვენია თან ასე ვთქვათ ნამუსმა გაიღვიძა მის თავში თან იცით რა არის უნდა შეხვედრა რა თქმა უნდა მაგრამ იმიტომ არ დგავს უფრო ნაბიჯს და წელავს რომ აი სირცხვილის გრძნობა აი ეს ამოძრავებს უფრო იცით, თორე მართლა არაფერი არ უშლის ახლა აი ამ ეტაპზე რომ ნაბიჯი გადმოდგას თქვენთან. მიხვდით? ნუ ნაწყენიც არის და უსიამოვნო ფიქრებიც აქვს, უსიამოვნო სიტუაციები აქვს. ეს არ გამოვრიცხავ რომ ვინმესთან საუბრობს თქვენთან დაკავშირებით, მიხვდით? არ გამოვრიცხავ და არ გამოვრიცხავ რომ ეჭვიანობის ნიადაგზე იყო ბევრი დანგრეული. კი არ გამოვრიცხავ. ეს თქვენი მხარე ისევ შეხვედრა, ისევ იქნება ძალს თქვენ და ძალს ის უყურეთ რა. ბევრს ბავშვებიც გყავთ, ან საერთო, ან ცალ-ცალკე მიხვდით, შეიძლება ქალებსაც და მამაკაცებსაც ოჯახები გყავთ, ან ყავდათ, მაგრამ მაინც ესე იგი ერთად იყავით. ისევ ლამპარი გინთიათ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ რა არის, იცით, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ აქ მაგიური ჩარევა იყო და მოიპარეს, იცი, ქურდობა და ვარქვათ, აი მოიპარეს თქვენი ურთიერთობა, იყო მაგიური ჩარევა, ნამდვილად იყო მაგიური ჩარევა და ეს მამაკაცი ახლა თქვენი პარტნიორი უფრო ორ ცეცხლს შუაა, გოგოებო ბიჭებო, რა გააკეთოს არ იცის, თან უნდა რომ გამოვიდეს კონტაქტზე, თან არ იცის რამდენად სამართლიანი იქნება, მიხვდით, მაგრამ აუცილებლად გამოვა ამ ვიდეოს ყურების მერე მამაკაცი კონტაქტზე ისეა დაპროგრამებული აქ. აბა ვნახოთ კიდე ბოლო ორი რა იქნება. კი. დასრულდება ეს სიტუაცია მისი მხრიდან, პარტნიორის მხრიდან, აუცილებლად ესე იგი იქნება შეხვედრა, ხელის ჩამორთმევა. ეხლა ხო თქვი, მამაკაცი თან საქმეებით, ან ქალი საქმეებით არის დაკავებული. შეიძლება ხელოვნებით, შეიძლება რაღაცა გაყიდვების სფეროში, შეიძლება იურისპრუდენციაში, არ გამოვრიცხავ, შეიძლება ისე თავისი ბიზნესი ქონდეს, ხო? მაგრამ რაღაცა საქმით არის დაკავებული და აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, აი ნახეთ თუ არა. მაგრამ ამას შეგიძლიათ 3 დღე უყუროთ და უფრო ეს არის პატარა რიტუალი ჩათვალეთ, რიტუალი და თქვენი მხარე, ღმერთო ჩემო, ცხრიანი ცხრიანთან
27 და 18 ცხრიანებია, ახალი ნაბიჯები, შეიძლება ბავშვიც ვისაც გინდათ აუცილებლად განვითარდება ორსულობა, ან შვილი ვისაც ყავთ ბავშვი მიხვდით, წინ წასვლა იქნება, ან შეხვედრა იქნება და თქვენს შვილებზე ან შვილიშვილზე იქნება საუბარი, მოკითხვა, აუცილებლად იქნება, ან კიდევ ეს უფრო ახალი ნაბიჯები, ახალი ურთიერთობა, განახლებული ადამიანი, აი როგორც განახლებული ადამიანი, იგივე თვითონ ისე შემოვა ისევ თქვენ ცხოვრებაში და დარიგება სამყაროსი. ორივესი ერთ სამოვიღებ. აი ფორტუნა აუცილებლად იქნება უსასრულო ბედნიერება, მაგრამ აქ მეუბნებიან, იმიტომ რომ აქ მეორე პარტნიორის თამაშდება, გოგოებო ბიჭებო და თქვენ გადაათამაშეთ თქვენ თავზე. ესე იგი, რომელთან უფრო გაგიწევთ გული, ხო? იმაზე იმუშავეთ, ეს უკვე თქვენ უნდა იცოდეთ დამოუკიდებლად და ისე რომ ესეც მინდა და ისიც მინდა, ესე არ გამოვა. სამყარო ესე არ თამაშობს ყველაფერს, მაგიასაც თავის წესები აქვს და სამყაროს ხო აქვს და აქვს. და მე მინდა რომ აი ბოლოს აი ესე ერთმანეთთან დაგაყენოთ, მეგობრებო, აი ესე ერთმანეთთან და ეს ფორთოხლის მაგიური სურნელება თქვენსკენ წამოვიდეს, რა თქმა უნდა და გისურვებთ ეხლა ამ ეტაპზე არ ავიღებ, ესე იქნება ამინი, იმიტომ რომ ეს პატარა რიტუალია, ჩათვალეთ. რაც მე ვთქვი, აქ ყველაფერი 100%-ით ასრულდება და იყოს ასე. ამინ, ამინ, ამინ.